ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასის გრან-პრის მოსაპოვებლად ემზადება. პოლონეთის დედაქალაქში ისინი 12 ოქტომბერს მიემგზავრებიან. მოფარიკავეთა 5-კაციანი გუნდიდან 3 სამხედრო მოსამსახურეა. ამ ადამიანებისთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. შეზღუდული უნარები რომ არ არსებობს და შესაძლებლობები შეუზღუდავია, ამის დამტკიცება ეტლით მოფარიკავეთა გუნდის წარმატებებიდანაც ჩანს. ისინი მსოფლიო თასის გრან-პრის მოსაპოვებლად ემზადებიან. გუნდი პოლონეთის დედაქალაქში 12 ოქტომბერს გაემგზავრება. დღეს კი სპორტსმენებმა ინსტრუქტორისგან ბოლო მითითებები მიიღეს. მოფარიკავეთა გუნდი 5 სპორტსმენისგან შედგება, მათგან 3 სამხედრო მოსამსახურეა. 2-მა დაზიანება ავღანეთში მიიღო, 1-მა კი 2008 წლის აგვისტოს ომში. კაპრალმა თემო დადიანმა ქვედა კიდურები ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქებისას დაკარგა, თუმცა აქტიურ სპორტულ ცხოვრებაზე უარს არ ამბობს და გინესის რეკორდსმენიც გახდა. აზიდოების კეთება სულ მიზიდავდა, პატარაობიდან კიდე სულ აზიდოებზე ვარჯიშობდი. და შემდეგ მომაფიქრდა ასეთი რაღაც, რომ მარტო ხელებზე გამეკეთებინა, რადგან ქვედა კიდური არ მქონდა მაგიტო. და შემდეგ თანდათან გავზარდე რაოდენობა. და მე ინტერნეტის საშუალებით რომ მოვიძიე, არავის არ ქონდა განაკეთები ესეთ რაღაც და გამიშთა აზრი რომ დავამყარებინა რეკორდი ამ სახეობაში. დავამყარებინით. ირმა ხეცურიანი კი ჯგუფში ერთადერთი ქალი მოფარიკავეა. ერთ წელიწადში ბევრ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილი დაიკავა. როგორც ირმა ამბობს, ამ ერთმა წელიწადმა მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა და მისი წარმატება კარგი მაგალითია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ პირებისთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებაზე უარს ამბობს. წარმატების მიღწევა ყველაზე დიდი გემოა ამ ცხოვრების ზოგადად. იმდენად სხვა ცხოვრებით ცხოვრობ და იმდენად სხვა თემაზე ერთვები, რომ სულ გავიწყდება სხვა დანარჩენი პრობლემა, ეტლი, საზოგადოება, ინფრასტრუქტურა და ყველა დამოკიდებულება, რაც კი არსებობს შენს ირგვლივ. ეტლით მოფარიკავეთა გუნდი მსოფლიო თასის შესარჩევ გათამაშებაში იანვრიდან ჩაერთოდა. რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას ვარშავაში შეეცდება. ახლა მივგზავრებით ვარშავაში. შემდეგ გვაქვს საფარიკაო მსოფლიო თასი უნგრეთში, ნოემბერში და დეკემბერში ისევ გრან-პრის ეგეთი ტურნირია ჰონკონგში. ჩვენ ძირითადი მიზანია რიოს პარაოლიმპიური თამაშებისთვის მინიმუმ ერთი ლიცენზიის აღება მაინც. პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდება.